ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ პასუხისთვის ემზადებიან ევროპარლამენტარებიც. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქართველოში პოლიტიკურ არეულობასა და ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებზე დებატებისთვის ემზადება. დებატები საქართველოზე 21 იანვარს არის ჩანიშნული, რეზოლუციაზე კენჭისყრა კი თებერვალში გაიმართება. ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ხელმომწერები ეხმაურებიან პროტესტს ოლიგარქის რეჟიმის შეცვლილ საგარეო კურსზე აცხადებენ, რომ ამ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მხარს უჭერენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიის უკან დახევაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებისკენ მოუწოდებენ ევროკავშირს. ნინო სამყურაშვილი ჩაგორთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში. გისმენ ნინო. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველოში აუცილებელი არის ახალი არჩევნების ჩატარება, რადგანაც ის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, იყო ტოტალურად გაყალბებული და ამიტომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შესაბამისად ის პროცესი, რომელიც ახლა დაწყებული არის ევროკავშირში და მთელ ცივილიზებულ სამყაროში უნდა გაგრძელდეს, მიიჩნევენ ისინი და ეს არის არ აღიარება ოლიგარქიული რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული არც ერთი მთავრობა აღიარებული არ უნდა იყოს. ამასთან ერთად ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარი არის სანქციებთან დაკავშირებით, სანქციები, რომელიც უნდა იყოს პერსონალურად დაწესებული ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობების პირების მიმართ და განსაკუთრებით ეს სანქციები აუცილებლად უნდა ეხებოდეს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს. ეს არის ის გზავნილები, რომელიც წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში. მას ხელს აწერს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მაკალისტერი, მაგალითად ასევე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ასევე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მუდმივი მომხდენებელი რასა იუკნევიჩიანე და ყველა ის ადამიანი, რომელთაც საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ ნამუშევარი და ამასთან ერთად უკვე ევროპარლამენტში 21 იანვარს საქართველოს საკითხზე არის დებატები ჩანიშნული და დაგეგმილი და პირდაპირ არის მითითებული ევროპარლამენტის ანონსში, რომ პოლიტიკურ არეულობაზე საქართველოში და მიმდინარე რეპრესიებზე ბელარუსში შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტმა საქართველო გაიყვანა ბელარუსთან ერთად აი ამ დებატების სიაში და ეს უნდა იყოს ძალიან საგანგაშო გზავნილი პირველ რიგში ოლიგარქიული რეჟიმისთვის თუ ვისთან ერთად მოიხსენიებენ დღეს ცივილიზებულ სამყაროში მათ. საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ ამჟამად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ქართველი ხალხის ნების ერთადერთი აშკარად ლეგიტიმური წარმომადგენელი. ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგან ის იყო გაყალბებული და არ იცავდნენ დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მტკიცედ მოუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს შემოიღონ პირადი სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკან დახევაზე, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ. ჩვენ მოუწოდებთ ცალკეულ წევრებს, სახელმწიფოებს და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს თავი აარიდონ თვითდანიშნული ქართული ოცნების ხელისუფლების აქტიურ ლეგიტიმაციას და ამ მხრივ მოუწოდებთ შეაჩერონ ევროკავშირის საქართველოს ასოცირების საბჭოს მუშაობა. ჩვენ სასწრაფოდ მოუწოდებთ ვადამდელი არჩევნებისკენ. ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია ფართო საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხის ნებას. და ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში და ამ ფონზე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის გვერდით დგომა მხარდაჭერა, რადგანაც დღეს უკვე 51 დღე არის უწყვეტი პროტესტის და ამ ვითარებაში, როდესაც ქართველი ხალხი ასე მტკიცედ იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმოდეთ ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ახალი არჩევნების ჩატარება, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს აღსრულებული და საქართველოს გააგრძელოს გზა ევროპული მომავლისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ეს არის ის განცხადებები, რომელსაც დღეს ოპოზიციონერები აკეთებდნენ ევროპარლამენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტში გასამართი დებატები არის დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა მაღალი თანამდებობის პირების მიერ, მაგალითად ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ევროკავშირის პრესპიკერის განცხადებები, მათ პირდაპირ და ღიად პირველი არ მოიხსენიეს ქართული ოცნება როგორც ხელისუფლება, არამედ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლები და მეორე კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ისინი ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებენ სალომე ზურაბიშვილს და არ აღიარებენ ქართულ ოცნებას როგორც ლეგიტიმურად არჩეულ კანონიერ ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში ეს დებატები, განცხადებები ბოლოდროინდელი და ბოლოდღეების ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს სანქციებს, მაშინ, როდესაც გლობალური მაგნიტსკის აქტით დასანქცირებული არიან ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები, მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი თავის მხრივ აცხადებს სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ, ცხადია ეს მთლიანად ეს შეთანხმებულია პოზიცია იმასთან დაკავშირებით ცივილიზებული მსოფლიოსგან, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლობა არის არალეგიტიმური. აუცილებელია ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი კონკურენტუნარიანი არჩევნები, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ის პროდასავლური ძალები, რომელთა პოლიტიკა იქნება შეთავსებული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ჩვენი ქვეყანა დღითიდღე ექცევა უდიდეს საერთაშორისო იზოლაციაში. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაც სწორედ არის იმის მანიშნებელი, რომ ეს ხალხი ელოდება დიდ სანქციებს, დიდი მოლოდინი აქვს ამ სანქციების. ამ განცხადებით დააწყნარეს თავიანთ რიგებში მყოფი ის ადამიანები, ვინც შესაძლოა რაღაცა კუთხით ფიქრობდეს მაინც, რომ მათ არაფერი შეეხება და არავითარი საფრთხე არ დაემუქრებათ. საერთაშორისო ზეწოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასთან ერთადაც ასევე მნიშვნელოვანია შიდა წნეხი. საერთოდ სხვა ენაზე საუბრობს ქართული ოცნება, რომელმაც მიატოვა ქართველი ხალხი და განუდგა ქართულ ხალხს და იქცა საქართველოს კოშმარად. ბიზნეს იმედი რაც ქონდა, რომ ან დაღლიდა ხალხს, ან დაღლიდა მსოფლიოს, ეს იმედი უკვე წავიდა. აღარ არის, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ყოველდღე განცხადებაზე, სანქციებზე ემატება. დღეს არა მხოლოდ ეს სანქციებზეა საუბარი, ასევე დიდ ბრიტანეთში პარლამენტში იწყება დებატები ბიზნეს დასანქცირებაზე. ვნახეთ ასევე, რომ ევროპული კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სავიზო სანქციებზე ივანიშვილის რეჟიმის საყვარელ ჩინურ ენაზე. არის ეგეთი გამოთქმა, რომ ყველაზე ტკინეული სიკვდილი არის 1000 პატარა ჭრილობის სიკვდილი და ზუსტად ეს განცხადება არის ამ ერთ-ერთი 1000 პატარა ჭრილობა. პოლიტიკური არეულობა საქართველოში და მიმდინარე რეპრესიები ბელარუსში აი ამ ფორმატში დებატები გაიმართება 21 იანვარს ევროპარლამენტში და საქართველოს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ის თუ როგორ უნდა გადაწყდეს ის კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაში არის და ევროპარლამენტარების მხრიდან ძალიან ღიად არის საუბარი იმაზე, რომ ახალი არჩევნები არის ჩასატარებელი იმისათვის, რომ კრიზისი იყოს გადაწყვეტილი, რეჟიმის პატიმრებმა უნდა დატოვონ საპატიმრო იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას და ამასთან ერთად 24 იანვარს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩების შეხვედრა და სწორედ იქ უნდა შეთანხმდეს საბოლოო დეტალები. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უკვე საქართველოში დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპს უკვე ეს გადაწყვეტილება იმას, რომ ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდება გადაწყვეტილება და ეს შეზღუდვები უკვე ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ძალაში შევა.